დილამშვიდობა მეგობრებო, დღეს არის 5 თებერვალი და ეხლა არის 11 წაგლია 20 წუთი. ხამრად დრო გამოვნახე რაღაცა სამყუროში მექნა მოსასვლელი და ჩემო საყვანი და ველოდებით. მოკლედ დღეს საღამოს 8 საათზე დაიდება საინტერესო ინფორმაცია ვიდეო. ეხლა რისი თქვა მინდა მოკლედ მეგობრებო, მართალია და ვიცი რომ უჭირს დღევანდელ ადამიანს იმ ინფორმაციული მონსტრიდან გამოსვლა, რომელსაც 2000 წელიწადია გვიჭედავდნენ თავში. მართალია ისიც რომ ადამიანს თავის ტვინზე ფისივით აქვს გადადგმული, ანუ გუდრონივით არის გადასმული ეს სატანისტური მატრიცული ბადე და იქიდან გამოსვლა ძალიან უჭირს. თქვენ გახსოვთ, აგერ რო დავდები რამდენიმე დღის უკან ათიმცნების შესახებ. კი, ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ ზოგიერთები კიდე ბუნებრივია იქნებოდნენ ასეთები, მაგრამ მაინც მინდა უპასუხო, ვისაც კიდე ეჭვიეპარება რაღაცებში, რომ იქ კითხვებს ვამდნენ ამ კაცო, საერთოდ თეოლოგია ესმისო, გესმით? და არ არსებობს დღეს საქართველოში ოფიციოზ ვამბობ, ოფიციალური ვინც არის ახლა და თეოლოგები და რომელიც საიდან დავიწყოთ ახლა აი მოდელი რო არის თეოდორე. ხო? გააგნიძია თუ რომელიც არის ლექციებს რო კითხულობს, ხო იცი, ნილიამ რომისად პროფესორის თუ დოქტორის რაღაცის დიპლომი ასე თქვა და კითხულობს ეგერ, ხო? იზგნებავთ, კიდე რომელიც გნებავთ, ვიცი კიდე ვინც არის 2-3 უბერავენ სერიოზულად და რომ უსმენს ხალხი, ხო? ნებისმიერ დამიძახონ ბატონო ტელევიზიაში, ნებისმიერ ტელევიზიაში და აბა შემეჯიბრონ თეოლოგიაში. ბიბლიოლოგიაში თუ რაც უნდათ, ხო? რაც უნდათ მაგათში. და ვისაც კიდე გონია თეოლოგიაში მესმის, რომ იმათი წონა წიგნი არ მაქვს ნაკითხი, მაგრამ მესმის და გამეგება. ასე რომ ვერც ნაწესში ჩამჭრის ვერავინ და ვერც დაწერილში და კიდე სხვა რამეში. ეხლა ისე თქვა მინდა. მოკლედ ის რაც მე ვილაპარაკე ბოლო ვიდეოში ათიმცნებაზე, სულიერების შესახებ და ასე შემდეგ და ასე თუ რას ნიშნავდა ეს ათიმცნება და რა შეიძლებოდა სინამდვილეში და რა არ შეიძლებოდა. ეს ეხლა ავიღე ერთი ვიდეო, ერთი ცნობილი პიროვნების არ ვიტყვი ჯერ, იქ ვიდეოში ვერ ვიტყვი, იმიტომ დასამონტაჟებული მაქვს ჯერ ცნობილი პიროვნებისა, რომელიც ამბობს იგივეს, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ის იმეორებს იმას თუ რა ეწერა იმ ეთიოპიურ ბიბლიაში, რა ეწერა კი რა წერია უბრალოდ. გამიგეთ? ამიტომ გავიწვალე თავი, ცოტა დიდია ის ვიდეო, მაგრამ მე ასე ვთქვათ შემოვამოკლე, რაც უმთავრესი რაც იყო ისინი და მე ვისაც მთლიანობაში ყურება უნდა იმის ლინკსაც ვანახებ და იქ უყუროს კი ბატონო. გინა რუსულად, გინა ინგლისურად და რა ვიცი, რამე. მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი რამ, რომელიც ბევრჯერ მithქვამს და სხვათა შორის იქ არც არაფერია ისეთი, რომელიც მე არ მithქვამს ამ წლების განმავლობაში. გინა ვიდეოთი, გინა ლექციები და გინა ფილმები და რა ვიცი კიდე რა-რა-რა. არ არსებობს ერთი სიტყვაც კი, რომელიც თქვენამდე არ მომიწვდენია. მაგრამ იქ არ იყო ერთი უმთავრესი რამ და ეხლა იმას ვიტყვი. ერთი კი არა, ერთი ბევრია იქ, რომელიც არ არის ნათქვამი მაგალითად, მაგრამ ახლა მთელ ბიბლიას, ეთიოპიურ ბიბლიას ყარ გაშლის ეს კაცი, ხო? ესე იგი, ჩემო მეგობრებო. აი, როდესაც ჩვენ თეოლოგები გვეუბნებიან და გვეუბნებიან იმას, რაც წერია შავით თეთრზე. ეს არის სწორედ ის დამონტაჟება ტვინისა ადამიანების სერობაზე. როდესაც ქრისტემ აიღო პური და ჩააწო შავ ღვინოში და აჰა და ეს ჭამეთ და მე ღვინო დააყოლეთ, რო არ დაიხრჩოთ, რო არ გაიჭედოთ ყელში და ამით მე ცხონდები და თქვენ ცხონდები, თქვენ იმდენი თქვენი დედავატირე მე. რამდენიც ეს ქრისტეს არც უთქვია, არც დაუწერია, ქრისტეს არაფერი არ დაუწერია სხვადასხვა. არც მუხამედს დაუწერია არაფერი.
არც ბუდას დაუწერია არ არის. არავის არაფერი არ დაუწერია. ეს იმ მამან ძაღლებმა დაწერა, ვისაც თქვენი კონტროლი უნდათ. ვისაც თქვენი კონტროლი და რიტუალებზე გამოკიდება და რომ ადამიანი ყოველთვის აი მის ქვეშ წნეხის ქვეშ გამიგეთ და შიშის ქვეშ რომ არ იქა შენ თუ ეს არ გააკეთე და მერე და ასე შემდეგ და არავითარ შემთხვევაში და 60 კიდე ზემოთ არ არის, არამედ 60 აქ არის. და შენში ადამიანში და ეს მე 2016-ში პირველი გადაცემა რომ მქონდა კიდე სხვა რაკურსი სწორედ იქ თქვი ეს ღმერთი არც არ არის, არამედ თქვენშია თქო. ეს იყო პირველი სერიოზული განაცხადი, ხმამაღალი განაცხადი ამ ხელა ტელევიზიით, რომელიც არა პროფესორი იყო ოფიციალურად, არც დოქტორი, არც მეცნიერი, არც აკადემიკოსი და არც არავინ. აბა ვინ გაბედავდა ამის თქმას ჩემს და გიჟის გარდა. ხო, ეხლა მოდით ახლა გეტყვით ასე რაღაცას. მოდით ახლა ერთ წამით თუ შეგიძლიათ, ვინმეს თუ შეუძლია რომ გადადოს ის ყველაფერი, ამოიღოს თავი, თვალი დახუჭოს უბრალოდ იმაზე თუ რა გქონდა გაგონილი და რა წერია ბიბლიაში. და განვიხილოთ ნეიტრალურად. არსებობს კი სადმე ისეთი რელიგია, რომ მორწმუნენი, თუ ვისაც ეთაყვანებიან, ხო? იმისი ხორცროს ჭამდნენ და მის სისხლს სვამდნენ. აი გეკითხებით. მე ეს გითხარით, მე ეს განხილული მაქვს ვიდეოში სპეციალურად ორი ნაწილი მაქვს ამაზე მისული, მაგრამ ვინცაც ვერ გაიგო, ახლა იმას ვეუბნები კიდე. ესე იგი შენ იმის ხორცი უნდა ჭამო, ვისაც ეთაყვანები, ვიზედაც ლოცულობ, ვიზედაც რაღაცას თხოვ, ვიზედაც მზედამთვარე ამოგდის, შენი ღმერთია, ხო? და შენი ღმერთის ხორცი უნდა ჭამო და მერე მისი სისხლი უნდა დააყოლო? ნეიტრალურად გეუბნებით, ახლა გავთიშოთ ყველა რელიგია, ხო? გესმით? შენ რა გამოდიხარ შენ ადამიანი? დღევანდელი ტერმინოლოგიით გამოდიხარ კანიბალი. ეხლა თეოლოგიო დამიძახონ ბატონო, ნებისმიერ თეოლოგი. ვინც არ უნდა იყოს რანგის და მიუხედავად, წოდების და მიუხედავად. გამიგეთ? და თუნდაც ეს თემა გამიშალონ. მე ხო ვიცი ხარ რასაც მეტყვია ეს იდიოტებს რომ დააბრეხონ. იქვე მოვაკეთებ პირს ყველას ერთად. გამიგეთ? 2-3 ერთად იყოს თუ გინდა 2-3 ერთად, ოღონდ 3 ერთად ნუ იკაკანებს. გამიგეთ? ეს არის ხახნო ის მონტაჟი, რითაც დაამონტაჟეს 2000 წლის უკან. ზუსტად რო თქვა 1700 წლის უკან. გესმით? და აქამდე აი ესე დაბრიყვებულია, დაგონებული დადის ეს ხალხი და ეს ურიები კიდე ზიან და кайფობენ ჩვენზე. ნახეთ რომ ხალხი რა შვებია, რომ ვიზედაც ვალუციოდ მაგის ხორს ვაჭმევ და მაგის ეს ვასმევთო. ჩვენ კიდე გიხარ, კაცო ეს ხო იმას ნიშნავს, ეხო ამას ბიჭო ნიშნულები და იგენი თეოლოგებმა იციან, ბრიყვებმა და ოფიციოზებმა ვინც არის და ეს კიდე გეუბნებით, გამომიძახონ ბატონო. 2-3 იყონ თუ გინდა ერთად. ყველაზე უძლიერესები საქართველოს რომელიც არსებობს. ყველაზე უძლიერესები. ჯერ ანდრიაძეს ხო უთხარი და ჯაღმაიძეს, მაგრამ არ გამოდია, ხო? მათ გარეთ ვინც არიან საპატრიარქოს გარეთ თეოლოგები, ოფიციოზები, უძლიერესები ვინც არიან და მიაწოდეთ ჩემი ხო და გამომიძახონ. რომ აი დავითორდია როგორ აბრიყვებს ხალხს და გოიმებს ხალხს. ესე იგი და სექტად აქცია, გამიგეთ? ხომ გინდათ არა ის პასუხი გაიგონ ან გამომლანძღოს ვინმე ან მომსვალ თავის ადგილას. გადაეცით ჩემი ნათქვამი. 3 იყო, 3, კი ბატონო. ერთდროულად არ იყაყარონ ოღონ. და მე დაუდგები ერთადერთი წინ. გავცენ ყველას პასუხს. ასე რომ ეს არის კანიბალიზმი და შეშვით ამ სისულელებს. და არც ის კიდე რომ რაღაცა ის ხელის გადაჯვარედინება რო არის და იქ და ზიარება და ვითომ იმას რომ გასმევენ რაღაცას და მოკლედ რა. კარგით მეგობრებო, მოკლედ დღეს საღამოს 8 საათზე როგორც გითხარით დავჯექი გადავთარგმნე ტიტრებითვე და ახლა ხმა მინდა უბრალოდ დავადო გადავაბამ ერთმანეთს და ხმა უნდა დავადო და რაღაც პატარა მონტაჟი გავუკეთებ და შევეცდები რომ პატარა ვიდეო გავაკეთო. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე.